დილამშვიდობისა, როგორ ხართ? საღამომშვიდობისა, არ ვიცი, ღამემშვიდობისა. როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ხართ კარგასა. კარგას დაიწყო თქვენი 2025 წელი. დღეს მინდა რომ ერთად დავაგემოვნოთ სუში. წავიდეთ მაღაზიებში, ანუ ჩვეულებრივი სუში, არანაირი ძვირიანი და რაღაცა oh my god. ჩვეულებრივი სუში, რომელიც იყიდება ჩვეულებრივ სუპერმარკეტში, როგორც საქართველოში იყიდება ხო? მინდა შევადარო საქართველოს სუში და იაპონური სუში. მოგიყვეთ პატარა რაღაცეები სუშთან დაკავშირებით და სუპერმარკეტში როგორი იყიდება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თან ძალიან მშია და ხვალ სტუმრები მოდიან, რაღაცები უნდა ვიყიდო, იმასაც განახებთ და მოკლედ გავგულავდეთ რა ერთად. Let's go. ასე გამოიყურება სუშები, არ არის ძალიან ბევრი როლი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნიგირის სუში, ესეთი სტილის სუში უფრო პოპულარულია იაპონიაში. როგორც მაგალითად საქართველოში იყიდება კალიფორნია როლ და ასე შემდეგ, ესეთი რაღაცები იაპონიაში არ არის, არის ჩვეულებრივი სუში და მე ავირჩიე ჩემი საყვარელი. წავიდეთ სახლში და დავაგემოვნოთ. ესია განლაგებული საშიმი 1000-ნაირია და სხვა შორის ხორცზე იაფიღებს ხოლმე თევზი. ძალიან ლამაზია ხო? იყიდება ეს მთლიანი თევზები, რომ შეგიძლია წაიღო სახლში და შენ თვითონ დაჭრა. სუშისთან კი არაფერი შუაში არ არის, მაგრამ ნახეთ როგორ არის გაფორმებულად იყიდება ხორცი, სხვა შორის იაპონიაში აი ეს რაც უფრო მეტი თეთრი, ანუ ქონი აქვს ხორცს, მით უფრო ძვირი ღირს. ახლა ეს ღირს დაახლოებით $50, აი ეს. ეს ღირს $72-13 და ყველა ახალ წელს ესე მიირთმევს ხოლმე ესეთ ძვირიან ხორცს. აი აქეთაც არის ოდნავ იაფიანი, ესეც ღირს $25 სადღაც. და ესია ხოლმე გაფორმებულები და სიმართლე რომ გითხრათ, იაპონიაში პირველად ვნახე რომ გრამობით იყიდებოდა ხორცი, იმიტომ რომ საქართველოში ყოველთვის დედა კილოობით ყიდულობდა ხოლმე და პირველად გავიგე რომ გრამობით და თან ასეთი ძვირი ღირს. მოვახციეთ ჰოუმში და როგორც ყოველთვის გაუთვალისწინებელი შოპინგ რაღაცები დამემართა, ანუ ის რაღაცები რაც რის იყიდვაც მინდოდა ხოლმე სულ და მაუწყებოდა რომ მივიდოდე, ახლა შევამეყიდა ყველაფერი. მოკლედ, ადრე რო გაჩვენეთ კუპიურა $100 მინდა მეთქი ვთქვა და $75 მეთქი. ეს ყველაფერი დაახლოებით დაჯდა, ეს ფული წავიღე, ეს კუპიურა წავიღე ისევ და ეს ყველაფერი ანუ ხურდაში დამჭა კიდევ დაახლოებით $15, ანუ გამოდის რომ ყველაფერი ვივაჭრე $65-60. ეხლა დაგათვალისწინებთ ყველაფერი. ზუსტად ესე იყიდება სუში, გაფორმებული, შეფორმებული, სტაშირატა შემოუყარა საინტერესო. გაფორმებული, შეფორმებული ფორმებში იყიდება ხოლმე სუში ყველაფერი აბსოლუტურად. ხორციც ხო ნახეთ როგორ იყიდება, საშიმიც. აი ყველაფერი არის აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, ესე დაფასოებას და შეფუთვას. აი ეს ჩვენთან რო იყიდება საქართველოში გემრიელი ხორცი რა, ესე მთლიანი ძროხა, მთლიანი გოჭი ეკიდოს, ესე არ არის ხოლმე საბედნიეროდ სამწუხაროდ არ ვიცი, რეალურად შესახედავად ძალიან როგორ თქვა, ლამაზად გამოიყურება, ვიდრე მთლიანი ესე ძროხა რო ეკიდოს. მოკლედ, ჯერ განახებთ რა ვიყიდე იმაში, რა ქვია, სუპერმარკეტში. ავიღე ორი სახეობის სუში. ერთი არის ეს როლები, რომელიც ძალიან მიყვარს. და მეორე არის, ალბათ ვიდეოშიც ნახავდით, აი ესეთი სუში. ეს ღირს დაახლოებით $6 და ეს ღირს დაახლოებით $2.50. მე მგონი ცუდი არ არის. აქედან ერთი არ მიყვარს, მაგრამ არ აუშავს. აი იკრას ზედითად ჭკუა არ მეკეტება, უბრალოდ არ მიყვარს. ჩემით არასდროს არ ვჭამ ხოლმე, არასდროს არ ვყიდულობ უბრალოდ. მაგრამ ყველგან იყო, რადგან იაპონელები თვლიან, რომ ეს არის ძვირიანი და კარგი გემრიელი საჭმელი. მოკლედ იყო იმაში, რა ქვია, შეფუთვაში. შემდეგ შოკოლადის კრუასანები. რადგან ის რა ქვია, ეს არის კოროკე. კარტოფილი და ხორცი ერთად არის არეული და არის იმაში ზეთში შემწვარი, ბევრ ზეთში არის შემწვარი. ხვალ გვინდა რომ გავაკეთოთ ნაბე hot pot, წინა ვიდეოში მახსოვს რომ გითხარით. ჭამენ მეთქი იაპონელების ახალ წელს თქო, ახალი წელი უკვე აღარაფერ შუაში აღარ არის, მაგრამ ცოტა ხალხი სტუმრები მოდიან და ეს არის რა ქვია, ყველაზე კარგი ვარიანტია, მოკლედ იაფად, მარტივად და სწრაფად გამოდიხარ ამაში და გავაკეთეთ hot pot-იო გადაწყდა. წინა ვიდეოში რო განახეთ, იმ სუპში ვაკეთებთ. ვიყიდე ტოფუ. ანუ ასეთ სუპებში
სუპის ყიდვა შეიძლება მოკლედ და ასეთ სუპებში ყველაფერს ისეთ რაღაცებს დებ შიგნით და ისეთ რაღაცებს ხარშავ, რაც შენ გიყვარს. შეიძლება ეს იყოს ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, ტოფუ, სალათის ფურცლები, 1000 რაღაც ყველაფერი შეგიძლია რომ ჩადო. ანუ იაპონელები ამბობენ რომ hot-pots არ აქვს წესები და არ აქვს რაღაცა ჩარჩოები რა, რასაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა, იმდენს ჩადე. შეგიძლია ერთი მარტო ტოფუთი ჭამოს ყველაფერი, შეგიძლია ძალიან ბევრი რაღაც ჩაყარო. მოკლედ ეს ტოფუ ვიქნებით 3 ადამიანი და ტოფუ ალბათ გვეყოფა მე ყოველთვის ბევრს ყიდულობ ხოლმე და ყოველთვის ყველაფერი რჩება. შემდეგ სპეციალურად აი ამ ნაბესთვის იაპონიაში იყიდება ეს დაფასებულად სალათები რა. ანუ ესე ყველაფერი უკვე ანუ შიგნით არის მოკლედ ყველა ანუ სალათის ყველა ბოსტნეული 2 წელი ვიყიდე ესეც და ეს არის დაახლოებით $1.50 მე მგონი და ძალიან იაფია. ანუ იმაზე მეტად იაფია ვიდრე ან სასაუთ რო იყიდო ის უფრო ძვირი გამოდის რა მოკლედ და ესე შემდგომ ესეთი სახეობის არ ვიცი საქართველოში არის თუ არა ეს არის ესეთი სახეობის სოკო რომელსაც ქვია ენოკი. აი იცით როგორია რო ჭამენ რაღაცაში ხაჭა ღრუჭი გაუდის პირს და ძალიან მომწონს. ეს შემდგომ ეს არის პატარა ხორცის ისინი რა ქვია ბურთულები, გუფთები. ქათმის ხორციდან არის? არა, ჩვეულებრივი ხორცისგან არის გაკეთებული. შემდეგ მინდა რომ შიგნით ჩავდო, ანუ მე არ მიყვარს ხორცი, ანუ ძროხის ხორცი და ღორის ხორცი, მწვადს ვჭამ ხოლმე. და აი დედა რო აკეთებს ის საჭმელები მიყვარს, მაგრამ მე რო ვაკეთებ ხორცის საჭმელებს, ის საჭმელები არ მომწონს მოკლედ და ვგიჟდები ქათმის ხორცზე. ძალიან მიყვარს ქათმის ხორცი და აი ესეთი ქათმის ხორცი. ეს და ქათმის ფილე ხორცი. ამას ჩავდებთ შიგნით და ბოლოს უკვე ეს ყველაფერი ნაბე რომ მორჩება და რომ შეიჭრება ბოლოს ან ყრიან ხოლმე შიგნით ბრინჯს, მოხარშულ ბრინჯს და ანუ სუპ ბრინჯისავით ჭამენ რაღაცებს ან აი ესეთ იმას რა ქვია ჩინური სტილის იმას ლაფშას. ლაფშა მაკარონი ქართულად არის, ქართულად როგორ არის? ლაფშა ხო რუსულია? არ მინდა მე ეს რუსული, რა ქვია? მაკარონს, აი ნუდლს ვიტყვი, ისევ ნუდლს. აი ეს. 3 ცალი, რადგან 3 ვარ, 3 ცალი. ჩიზ, იმიტომ რომ გაგუთავდა სახში ჩიზი აღარ გვაქვს. ეს ყველაფერი დაჯდა ალბათ არ ვიცი. და ჩემი ეკობექ როგორ მოგწონთ ამ ხელა. მოკლედ ეს ყველაფერი დაჯდა არ მახსოვს რამდენი. შემდეგ რაც შემომეყიდა ეცამ ამას უცებ შევდებ მაცივარში და მოვა. მაცივარი არის პატარა და ბევრი რაღაცები არ ეტევა. That's a situation. რაც არ იყო გეგმაში, არ უნდა მეყიდა წეს, მაგრამ შემომეყიდა. ჩიპსი, რატო ვიყიდა ვიცი? ეს არის მიკროტალღურღუმელში და ყველგან შეგიძლია ეს შუშის რაღაცა. რაც მინდა რომ შევწვა ქათმის ოჯახური. შემდეგ ეს ამაში ზამთარი რო გადავა ეს რატო ვიყიდე ახლა არ ვიცი, მაგრამ ვიცოდი რომ დამოვიწყდებოდა და გამახსენდა და რატომღაც მომეწონა და ვიყიდე. აი ესეთი რაღაც არის. შიგნით იდება ის რა ქვია საბანი და იტუმბება პილასოსით ის რა ქვია ჰაერი შიგნიდან და პატარავდება მოკლედ და კომპაქტური ხდება ეს საკიდები არ მქონდა და 5 სეტიანი 2 ცალი ეს მოსათავსებელი იმიტომ რომ ჩხილებს სახში ჩემით ვიკეთებ ხოლმე ხო და ეს მინდოდა ორგანიზერი ესა სახეხი საგლეჯი საშუალებები რომელიც დამიმთავრდა ვიყიდე ამაში მინდა რომ ყვავილი ჩავდო შიგნით რომელიც ისე საცოდავად დგას ხოლმე იქ ესეც ფრჩხილების რაღაც ატრიბუტების ჩასადები ორგანიზერ და ეს სამზარეულოს ნივთები ამაზე ეკიდება ის რა ქვია კილო დიდი მაქვს ნაყიდი და ეს დიდი არ მომწონს და ეხლა შევცვლით მე და თქვენ ცოტა სამზარეულო ანგრეული კი არის მაგრამ არ აუშავს არ გამოვაწყოთ ხვალ უფრო აინგრევა აი მეცო განახოთ აი აქ ყიდია ეს კილო ეს არის დიდი არ მომწონს რა ხო და ეს მოხსნით ესე ანტიოს გადავკიდებთ ამ კატაზე. ვიგ ძალიან საყვარელი.
ესე ჩამოიკიდა, ეხლა ეს არ ჯობია იმ რახუნას, ხო? ამას გამოვიყენებთ რამისთვის? ეს არ ვიცი მოვა თუ არა. ამას. აია. უდანებს ძალიან მოვიდა, კარგად მოვიდა, მოგერწოთი. ესეთი რაღაც აფარია რა და ეს არ მომწონს. ანუ ეს შავი რაღაც ბანდურა არ მომწონს და მინდოდა ლამაზი რაღაცა რომ ანუ წყალი სადაც გადის იქ რა არ გაშვებთ, იმიტომ რომ ცოტა სიბინძურია. ხო და დავაფარებ ამას, ეს ლამაზია. ჩაეტია. აუ ძალიან, oh my god. ოღონდ რაღაცას ხავს გიჟით. აბა ეს რა იქნა? ესე კარგია. ეხლა ამ ყველაფერს მივალაგებ და ჩვენ შევჭამოთ სუში. მინდა რომ თქვენ კარგად საინახოთ, მაგრამ მე მგონი არ გამოგვა მაგი ამბავი. ეს ერთი და ესეც მეორე. ძალიან ფრეში და კარგი სუნია, აი ძალიან. საშიმის სოიო. ვიღებთ ცოტას და ხოთე ამდენს. და მე მიყვარს ხოლმე შიგნით, როცა არის ვასაბი. და ვასაბი დაახლოებით ამდენი. აჰა. იმიტომ რომ მაღაზიაში რო ყიდულობ, სოი ისე რა ქვია, ვასაბი ძირითადად არ არის ხოლმე შიგნით. რადგან ანუ ხშირ შემთხვევაში ბავშვებიც ჭამენ ხოლმე და წარე რომ არ იყოს. აჰა, დავძილოთ. ძალიან ხშირად ვნახულობ ხოლმე, ხდება ხოლმე ვიდეოებში. აი ეს რა ქვია, უცხოელები როგორ ალბობენ, რასაც ქვია სოიოში, იმას რა ქვია, სუშს. ეს არ არის სწორი ჭამის წესი. ძირითად შემთხვევაში სუში უნდა დაიჭიროთ უკუღმა, აი ასე, ანუ თევზი უნდა იყოს ქვევით და აი ოდნავ, აი ესე და ამოწიოთ უკან, რადგან ბრინჯის მხრით რო ჩააწოთ, ბრინჯი იწევს ძალიან ბევრ სოიოს და კარგავს თევზის გემოს. წავიდა. ძალიან კაი და გემრიელი. ესე ვაწყობ თევზის მხრით და ვჭამთ. რა მითები გამიგონია სუშის შესახებ? ის რომ სუში აუცილებლად უნდა ჭამო ხელით. რომ სუში არის იაპონური. სუში არ არის იაპონური, სუში არის შემოსული ჩინეთიდან, ჩინური საჭმელია და ამ ჩინური სუშის იაპონური ვარიანტი, ანუ იაპონიაში უფრო ცნობილია, რადგან ის რა ქვია სუში და უფრო როგორ თქვა, სამზარეულო იაპონური სამზარეულო არის მორგებული ამ სუშიზე და უფრო მეტი თევზია. ვიდრე ნუ ჩინეთში რა თქმა უნდა თევზს მიაქვს იქაურობა, მაგრამ უფრო მეტი არის იაპონიაში, რადგან იაპონია 360 გრადუსით სულ არის ზღვაში არის. შიგნით და აი სხვადასხვანაირი თევზი არსებობს მოკლედ იაპონიაში, ხო და. თვითონ ჩინური სამზარეულოს კულტურა მე მაგალითად ძალიან მომწონს და ძალიან ბევრი საჭმელი აქვს ისეთი, რაზეც ვგიჟდები. ჩინელებსაც და ამიტომ სუში არ გამოირჩევა ჩინურ საჭმელებში. იაპონურში არის ხოლმე გამორჩეული, მაგრამ არ გეკონოთ, რომ სუში არის დაბადებული და გაზრდილი იაპონიაში. არა, შემოსული არის ჩინეთიდან და უბრალოდ იაპონიაში უფრო მოიდგა ფეხი ვიდრე ჩინეთში, არ ვიცი. ხო, კიდე ის რომ სუში არის ძალიან ძვირიანი. სუშის თავიდანვე ისტორია არის ის, რომ იაპონია იყო ღარიბი ქვეყანა, არ იშოვებოდა საჭმელი არ ჰქონდათ, ჰქონდათ მხოლოდ ბრინჯი და თევზი. და ეს იყო როგორც fast food-ი, ისეთი საჭმელი იყო. უბრალოდ, ნუ როგორც ეს დროთა განმავლობაში ეს დრო ცვლის ყველაფერს და ცვლის ყველანაირ კულტურას, ასევე ჭამის და საჭმლის კულტურას, ასევე შეცვალა ეს იაპონური სუშის კულტურაც და გახდა როგორც ძვირიანი სუშები არსებობს, ისევე არსებობს იაფფასიანი სუში, რომელიც დარბის. სუში დარბის და უნდა გაეკიდო. მე მანდაც წაგიყვანთ. აი ამაზე არ მიყვარს ეს რა ვქნა, არ ვიცი მომკარი ხა ამას დედაჩემი რო ხედავდეს გამლანძღავდა. იმიტომ რომ დედა ის რა ქვია მიკრაზე გიждდება. მე არ მიყვარს ამ სორი ამას ტოვებთ და გადავდივართ შემდეგზე. ამას ქვია თაი და მე სადაც ვცხოვრობ იმ ზღვაში მოიპოვება ხოლმე ბევრი.
არ გამრავლოთ ჭამის მანერაზე, იმიტომ რომ მე მიყვარს wild, როცა არანაირი წესი არ არსებობს, ველურად ჭამა, მე პირი მაქვს გამოტენილი და აი გემოები რო თამაშობს. აი ეგეთი ჭამა მიყვარს, ამიტომ sorry. ეს არის დაკეპილი ტუნა და ზევიდან აყრია ის რა ქვია. წვანი ხახვი? ეს არის ანალოგიური. ოღონდ ამაში ეს დაკებილი ტუნა არის გახვეული და ამას უბრალოდ ზევიდან იდოს. ეს ყველაზე მეტად მიყვარს. შემდეგი გვაქვს თვითონ ბატონი ტუნა, რომელიც გამოიყურება ესე, ამას ქვია აკამი. არსებობს ამის ჩიუტორო, რომელსაც ბევრი ქონები აქვს, ცხიმიანია უფრო და უფრო ღირს ძვირი. და ბოლო ეს არის squid, რომელზეც გიჟდები. ეს squid-ი თავიდან არ მიყვარდა, არ ვიცი რატო, მაგრამ ამ ბოლო დროს აი შევჯექი, რასაც ქვია squid-ზე. ვასაბი ბევრი მომევიდა. ძალიან გემრიელი, 10-დან 10. მესმის რომ საქართველოში არ გვაქვს ზღვა, სადაც სიტყვაზე ვიძახი, გვექნება საშუალება რომ გქონდეს ახალ-ახალი თევზები, რაც არის საჭირო სუშისთვის, მესმის, მაგრამ ძალიან სხვანაირი შავეჭილება მაქვს საქართველოში სუშთან. ეხლა არ ვიცი როგორ არის, იმიტომ რომ მე როცა ჭამე ეს იყო და 5 წლის წინ იმდენად არ მომეწონა, რომ მეორჯერ აღარც გამჩენია სურვილი, რომ მეორჯერ მეყიდა. მაღაზიებში ძალიან ბევრჯერ მინახავს. ესე დაფასოვებული, მაგრამ არ გამჩენია მართლა სურვილი მის, რომ მეჭამ. ამას ბოლომდე ვერ შევჭამ. მაგრამ მოდი ერთი დავაგემოვნოთ მარტო. აი ამდენი სოიო არის საკმარისი იმისთვის, რომ აი გეყოთ და გემო არ შეილახოს მოკლედ რა. სულ ხედავ ხოლმე რომ ძალიან ბევრს აწოვენ და მინდა რომ უთხრა რომ არ ვარ გაესე, იმიტომ რომ სოიოს გემორჩება მარტო. ეს არის დაკარგი. ჩემი რჩევა იქნება თორე როგორც გინდათ ისე ჭამეთ. პერფექტო არა. ვეცდები ხოლმე რომ კიდე გადავიღო ესეთი ვიდეოები, წავიყვანოთ სადღაც, განახოთ რაღაცები, იმიტომ რომ ეს ის ახალი პატარა კამერა მაქვს, ძალიან მიხარია ხოლმე ვიდეოების გადაღება და მოსახერხებელია, პატარა საყვარელია და ადვილად სათრევი აქეთ-იქით მოკლედ. ხო და არ ვიცი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ გაინტერესებთ კიდე რაღაცები, თუ რაღაცა ნაირი ვიდეო გინდათ რომ ნახოთ ასე შემდეგ, დამიწერეთ კომენტარებში და გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას ან რჩევას ან ასე შემდეგ. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შემდეგ ვიდეომდე. ბაი.